გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვართ სექტემბრისთვის რა გაკვეთილიანი სერიის მეორე სწავლებაზე 2016 წლისთვის და თქვენ ეს ადრეს გინახავთ, მაგრამ უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გაჩვენოთ ეს ყველაფერი. ეს არის ბაზრის ეფექტურობის პარადიგმა და რასაც ეს ზოგადად ასახავს, ან რისი გადმოცემაც ცადე ამის დახატვით არის ის, რომ ჩვენ როგორც ახალი ტრეიდერები კოლექტიურად ვართ აი ამ არაინფორმირებული ფულის დიდი ერთობის ნაწილი. ვაღიარებთ ამას, გჯერა ამისი თუ არა. ჩვენ აუცილებლად მივალთ იმ გაგებამდე, რომ სადღაც არსებობს ტრეიდერების smart money ჯგუფი და როდესაც მე პირველად ჩავერთე ტრეიდინგში, არაფერი ვიცოდი ჭკვიანი ფულის შესახებ. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ბაზრები პოტენციურად არსებობდა, შემეძლო მომგებიანი ყოფილიყავი და ფაქტობრივად ვაპირებდი, რომ ყოფილიყავი, არ მჯეროდა რომ ფულს წავაგებდი, სანამ მართლა ის წავაგე. ასე რომ, როდესაც ჩვენ როგორც ტრეიდერები ვუყურებთ marketplace, როგორც ახალი ინვესტორები, ახალი ტრეიდერები, ახალი სპეკულანტები, ჩვენ შეიძლება გქონდეს ან არ გქონდეს იმის გაგების უნარი, რომ სადღაც არსებობს ჭკვიანი ფულის სუბიექტი. და ჩვენ როგორც retail საცალო აზროვნების მხოლე დიდი მასა, ფიქრობთ, რომ ჩვენ აშკარა სიმრავლის გამო ვართ აი ამ აპარატის მომოძრავებელი ძალა, რასაც ბაზარი ჰქვია. და მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ საკუთარ თავზე როგორც წამყვან ღერძზე იმისა, რაც ბაზარს მაღლა ან დაბლა ამოძრავებს, რაც არის ფასადი. ეს არის მოთხოვნა მიწოდების ფასადი, ტრენდლაინების ფასადი, რომლებიც ფასს მართავენ, როდესაც ის მას ეხება. ეს არის moving average-ების crossover-ის ფასადი, რომელიც იწევს ფასის ასვლას ან ჩამოსვლას. ეს არის იმის ფასადი, რომელიც მუდმივდება და ჩვენ გვაჯერებენ, რომ სწორედ ეს ყველაფერია მართალი. გვაჯერებენ წიგნებში, სემინარებზე, ვებინარებზე, გურუების მიერ და მეც ვაკეთებდი ამას, როცა ახალგაზრდა ვიყავი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ინდიკატორებს დაყავდათ ფასი მაღლა ან დაბლა. მე ვავსებდი დარბაზებს ამერიკა ონლაინზე, როდესაც ჩატში შევდიოდი და ხალხი იქ გროვდებოდა, რომ მოესმიათ ის, რასაც მე განვიხილავდი სტოკასტიკზე და RSI-ზე, Williams R-ზე და მე ვსაუბრობდი სამ მომენტუმ ინდიკატორზე. როდესაც უბრალოდ თუ აპირებ მომენტუმ იმპულს გაყვე, უბრალოდ ერთს უნდა გაყვე. ასე რომ თუ ვინმე ყველაზე მეტი ამ ჯგუფში ყოფნაზე იცის, მე რწმუნდათ ეს მე ვარ. მე ვიყავი ამ ჯგუფში საკმარისად დიდხანს საიმისოდ, რომ ვიცოდე, რომ მათ არ უყვართ ზედმეტი ყურადღების მიქცევა. მაგრამ შეადარეთ ისინი რიტეილებს. ჩვენ ყველას გვაქვს Twitter ანგარიშები, ყველას გვაქვს MyFX ბუქები, რომელსაც ვაზიარებთ. ყველას ვცდილობთ ვიყოთ Instagram-ზე და ვაჩვენოთ Lamborghini-ები, სახლები, მანქანები, ნავები, იახტები. მეგობარი გოგონები, რომლებიც თქვენი არც კი არიან. ყველა მდიდრულად ცხოვრობს აქეთ არაინფორმირებულ ფულში და ჭკვიანი ფული კი აქეთაა. ჩუმად აკეთებს თავის საქმეს. ვინ არის ამ პატარა წრის შიგნით? აი აქეთ, ბანკი. და ვინ არის აქეთ? ყველა სოციალურ ქსელში, ყველა retail ანგარიშით, ყველა გურუ და მასწავლებელი, ვისაც აქვს რაღაც, რასაც ყიდიან, სერვისები. და დიახ, მე მაქვს ახალი სერვისი, მაგრამ რასაც მე გასწავლით, სხვაგან არსად არ არის ხელმისაწვდომი. ნახეთ, აი ეს ჯგუფი ადამიანების ეს დიდი მასა, ისინი ფიქრობენ და მე თავიდან ამ ჯგუფის ნაწილი ვიყავი. ისინი ფიქრობენ, რომ მათ აშკარა სიმრავლე და ზომა ბევრად უფრო მეტად აკონტროლებს იმას, თუ საიწავა ფასი, მაღლა თუ დაბლა. აი იმ ყიდვა-ყაყვის ზეწოლის გამო, რომელიც გაიგივებულია მათ რაოდენობრივ მონაწილეობასთან ფასში და აი ეს არის ფასადი. ტრეიდერი ადამიანების აი ეს უზარმაზარი მასა, ან ტრეიდერების საზოგადოება რიტეილ სფეროში სინამდვილეში არ არის ისეთი დიდი. მაგრამ ჩვენ გვაჯერებენ, რომ ვართ უზარმაზარნი და გვაძლევენ ამ წარმოდგენას საკუთარ თავზე, რომ ვართ გიგანტები. ჩვენ ვამოძრავებთ ფასს, მაგრამ არა. ჩვენ არ ვაკეთებთ. სინამდვილეში ეს არის ტრეიდერების აი ეს პატარა ჯგუფი. სწორედ ისინი ახდენენ გავლენას მთელ ამ მექანიზმზე, რასაც ჩვენ ბაზარს უწოდებთ. ტრეიდერების აი ეს პატარა ჯგუფი სინამდვილეში არის წამყვანი ლილვი და ღვედი, როგორც მანქანაზე. კარგი. აი ეს არის რეალური მოტორი, რომელიც მთელ ფასს ატრიალებს მაღლა ან დაბლა. და ეს არ არის ხალხის ეს დიდი წრე. ამიტომაც საჭიროა პარადიგმის ცვლილება. ნახეთ, თუ თქვენ აქეთ ხართ და ფიქრობთ, რომ
ფასის მამოძრავებლები არიან, აი ეს ტრეიდერების ჯგუფი, რომელიც ონლაინში საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ისინი არიან ისინი, ვინც ფას მაღლა ან დაბლას წევენ, მხოლოდ იმით, რომ იყიდეს ან გაყიდეს რაღაც რაოდენობის პოზიცია და ამით supply და demand-ზე რაიმე გავლენა მოახდინეს. არა, ეს ფასადია და მე აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, რომ ეს უნდა დაივიწყოთ ახლავე, რადგან მე შეგისწორებთ ყველა ფარს წარმოადგენას ბაზრის შესახებ და იმაზე თუ როგორ მუშაობს ის სინამდვილეში. თქვენ უნდა დაივიწყოთ ეს ხალხი და ადამიანების ეს წრე თავიანთი აზროვნების პროცესებით და გადახვიდეთ და გქონდეთ პარადიგმის ცვლილება თქვენს აზროვნების პროცესში იმის შესახებ, თუ როგორ და ვისთვის არის მარკეტი ოპტიმალურად მომუშავე სისტემა კონკრეტული მიზნისთვის, ანუ efficient, რადგან ბაზარი არ არის efficient სპეკულანტებისთვის, ისინი არის ეფექტური ჭკვიანი ფულისთვის. ბანკები მართავენ ფასს, გსურთ ამის აღიარება თუ არა. ეს არის ის, რაც ხდება და რაც უფრო მალე მიიღებ და გაიაზრებს თუ რა ხდება ფასში, ეს უკეთესი იქნება თქვენთვის. ეს ყველაფერი არ არის თქვენი კეთილდღეობისთვის, ეს ბანკის კეთილდღეობისთვისაა. ეს მათი ბიზნესია, ისინი არიან liquidity მომწოდებლები და ყველა დანარჩენი კი liquidity. ხართ კრავი თუ ლომი? რომელი? იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენგანი აპირებს ხორცის ჭამას და მეორე დადგება ბალახს მოძოვს და სულ ზემსგავსება. მე არ მინდა ვიყო კრავების ნაწილი. არ მინდოდა მისი ნაწილი ყოფილიყავი, როგორც კი მივხვდი სად ვიყავე. გადავწყვიტე იქიდან გამოსვლა და შევუერთდი ამ პატარა ტერიტორიას და ცხოვრობდი წლების განმავლობაში ჩუმად. ვაკეთებდი ფულს არაფრით გარდა ფოკუსირებისა იმაზე, რაც ვიცოდი, რომ ტრეიდერების სუბიექტების ეს მცირე ჯგუფი აკეთებდა და მე უყურებდი ამ პიროვნებებს თავიდან ზიზღით. ფიქრობდი, რომ გამოგეკიდებით, მე თქვენ გადაკლაპოთ. მე იმავეს გავაკეთებ და შემდეგ, რაც უფრო და უფრო უყურებდი იმას მეორე მხრიდან, რომ ვისმენდი ისტორიებს ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე, სახლებს როგორ კარგავდნენ, ქორწინებებს როგორც ანგრევდნენ. ამან ჩემზე იმოქმედა და მე არ მინდოდა უკვე ამ პატარა ნაწილი ყოფილიყავი და 2010 წელს მე გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. მე ბევრი რამ გავამჟღავნე. ამ mentorship-ში თქვენ ბევრ რამეს ისწავლით, მაგრამ ეს არ არის განკუთვნილი თქვენთვის, რომ გააზიაროს თქვენ YouTube არხზე. ეს არ არის განკუთვნილი თქვენთვის, რომ გააზიაროთ თქვენს ბლოგზე, Twitter-ზე, Instagram-ზე, ტორეტებზე. ეს იქ არ უნდა იყოს. ეს მხოლოდ თქვენსა და ჩემ შორის უნდა იყოს. შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს თქვენი ინფორმაცია თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახის წევრებს და დაიწყოთ დიდი მემკვიდრეობა. მაგრამ ნუ გახდით ამას საყოველთაო ცოდნად. ეს მოხდება რომელიმე სულელი აიღებს ამ მასალას და იქნება ის, ვინც იცით, რომ იტყვის მე მაგარი ბიჭი ვარ, მე ვარ ის, ვინც იქ შევიდა და ეს ყოველთვის ხელმისაწვდომი გახადა, რომ თავი გმირად იგრძნოს. სინამდვილეში თქვენ საკუთარ თავს სამსახურს არ უწევთ და ეს ყველაფერი დარჩეს კარგად დამალული. თქვენ ამაში ფულს იხდით. დააფასეთ ის ისეთი, როგორიც არის და ნუ გააზიარებთ მას. ის არ გახდება მეინსტრიმი. თქვენ ხართ, აი ეს არის ის ჯგუფი, რაც გვყავს, ვინც მოასწრო 1 ოქტომბრამდე დაახლა, სულ ეს არის. რადგან როდესაც დავტოვებთ სექტემბერს და ოქტომბერს, ჩვენ ვკეტავთ ყველა უფასო სასწავლო მასალას და მივდივართ პირდაპირ სიღრმეებისკენ. იქით, სადაც უნდა წავიდეთ, რომ მივაღწიოთ მომდევნო თვეებს. ნახეთ, როდესაც ბაზარზე შემოვდივართ, ჩვენ ეს არ გვესმის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჯგუფი, რომელის ნაწილიც ვართ, ჩვენ ვართ მარკეტი, ჩვენ ვართ ტრეიდერები, ჩვენ წევთ ფას მაღლა და დაბლა. მაგრამ საკუთარ თავთან მართალი რომ ეყოთ, თუ ოდესმე გივაჭრიათ და უკან მოგიხედავთ თქვენ ტრეიდზე, ალბათ უყურებდით მარკეტს და ხედავდით მსგავს რამეს. თქვენ იცოდით, რომ რაღაც ხდებოდა და უბრალოდ ვერ აწყობდით სურათს. ხედავთ აი ამ ბუნდოვან რაღაცებს, რაც ხდება მარკეტზე. აი თქვენ სტოპს ყოველთვის ურტყამს მარკეტი. სუსტად ისე ჩანდა, თითქოს მაღლა წავიდოდა, მაგრამ ბოლომდე დაბლა ჩამოვიდა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა მაღლა. ხედავთ ამ რაღაცებს, რაც გემართებათ. უბრალოდ ვერ ხვდებით რატომ. იცით, რომ მასში რაღაც არის. ქონიათ შეგრძნება, რომ დიახ, ეს ჩაწყობილია. ჩემმა ბროკერმა უნდა ჩამჭრას, მაგრამ სინამდვილეში ეს გონი ბროკერი არ არის. ეს არის ბანკთაშორისი არხი, რომელიც ფას ფონდების წინააღმდეგ მართავს და ბროკერებიც გაგიზრდიან სპრედს და გაგდებენ. როდესაც price actions უყურებთ, როგორც ახალი ტრეიდერი და არ ქონიათ შეხება იმის გაგებასთან თუ როგორ იმართება და მანიპულირდება ბაზრები ყოველი წვრილმანი დეტალის ზონეზე. დიახ, ისინი აბსოლუტურად კონტროლირებადია.
ეს არის AI, ხელოვნური ინტელექტი და თქვენ აღარ ეჯიბრებით პიროვნებებს. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ფასს აწვდის და მან იცის ადამიანის ქცევა, რადგან ის ყოველთვის ერთნაირია. შიში და სიხარბე. ასე რომ, როდესაც უყურებთ ფასს და გარკვეული დროის განმავლობაში ვაჭრობდით და გქონდათ ეს ბუნდოვანი სურათი იმის შესახებ, რომ კულისებს მიღმა რაღაც ხდება, მაგრამ ვერასდროს ხვდებოდი სამდვილეში რა იყო, სანამ მე არ შემხვდებოდით და აი მოულოდნელად ჩნდება სიცხადე. მოულოდნელად ხვდებით, რომ არსებობს რაღაც, რაც იქ სულიყო. ახლა თქვენ შეგიძლიათ მისი იდენტიფიცირება და რუც უფრო მნიშვნელოვანია, თუ გესმით, როგორ ადევნოთ მას თვალი და გააკეთოთ იგივე, რასაც ის აკეთებს და ავტომატურად ხვდებით პატარა წრის წევრი. რადგან ეს პატარა წრე არის წამყვანი ლილვი, რომელიც ბაზარს ატრიალებს. ეს არ არის ტრეიდერების ის დიდი მასა, ეს არის liquidity-ის მომწოდებელი. უნდა ფიქრობდეთ ისე, როგორც ეს პატარა ჯგუფი ფიქრობს. ისინი არ ცდილობენ ყურადღების მიქცევას, ისინი არ ცდილობენ იყვნენ ონლაინში და აჩვენონ ესა და ის. უბრალოდ შუმად არიან აქ და ხალხს ცოცხლად ატყავებენ და თქვენც ყოფილ ხართ იქ ადრე, ისევე როგორც მე. თქვენ ან დარჩებით ამ ბიზნესში საკმარისად დიდხანს, რომ დატოვოთ ეს დიდი ჯგუფი და განმოხვიდეთ აქეთ, ან იჯდებით შუაში. ითამაშებთ თოკის გადაწევას, ძალიან მივახოლდებით აქ ყოფნას, ისე უკან გაგაგდებენ იმ ჯგუფში და ასე შემდეგ. ზოგიერთი თქვენგანით შემ ჯგუფში ახლა ამ მენტორშიპში ხართ აი ამ პატარა ადგილას, აი აქ, სადაც ხედავთ რეალური ჭკვიანი ფულის სუბიექტის რაღაც სიგნალებს და ნიშნებს თამაში, მაგრამ ჩემ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რომ დატოვოთ ის დიდი ჯგუფი. ზედმეტად ბევრი რწმენა გაქვთ თქვენი ხელსაწყოების, თქვენი ინდიკატორების, თქვენი საყვარელი გურუს მიმართ, რომელსაც ასევე აქვს ვებგვერდი, რომელიც ასევე მაგარი გგონიათ. ეს უბრალოდ არ არის საკმარისი. თქვენ უნდა შეძლოთ მთელი ამ ნაგავის გაშვება და უბრალოდ ყველაფრის უკან დატოვება და smart money-ის შეერთება. რადგან მერწმუნეთ, ჩვენ აქ არ ვარიგებთ ორცხობილებს. აქ ბევრად უკეთესი ცხოვრების სტილია. პირველ ვიდეოში მე მოგეცით trade setup ელემენტები და მოგეცით მისი ორი მახასიათებელი, რაც არის კონტექსტი და framework-ი. ეს არის ვაჭრობის გარშემო და შემდეგ ცხადია, ესენი უკავშირდება ინსტიტუციონალურ order flows. ასე რომ თქვენ უნდა შეძლოთ ამ ორის დაკავშირება. გაიგოთ expansion, retracement, reversal, consolidation და გამოიყენოთ ისინი შესაბამისად order block-ებზე, fair value gap-ებზე, liquidity void-ზე, liquidity pool-ზე, stop run-ებზე და equilibrium-ზე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? მაგალითად, ფასის ფარგლებში როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს იდეები და გავხადოთ ისინი გამოსადეგი. მე ვიცი ზოგიერთი თქვენი მოუთმენლად ელის გრძელვადიანი ვაჭრობის სწავლას, რადგან არ შეგიძლიათ დღიური ვაჭრობა, მაგრამ უნდა მოითმინოთ ამ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან მინდა მოგცეთ დაუყოვნებლივი უკავშირი და ამის მიღების ერთადერთი გზა არის intraday-ის სწავლება, რადგან თქვენ იღებთ ბევრ უკავშირს დღისში და მოძრაობებში, რაც გამოსადეგია უფრო გრძელვადიანი ჩარტისთვის. მაგრამ მე არ შემიძლია გასწავლოთ გრძელვადიანი დღიური ვაჭრობა, რადგან გრძელვადიანი ვაჭრობა დღიურ ჩარტზე 12 თვის განმავლობაში ადეკვატურად არ ჟღერს. მაგრამ დღისში და ვაჭრობით ეს ყველაფერი შეგვიძლია 200 დღეში ჩავატიოთ და მიიღოთ ძალიან დიდი data. ასე რომ, მოდით შევხედოთ დღიურ დიაპაზონს. უეცრად ექსპანსია, retracement-ი, reversal-ი და კონსოლიდაცია რაღაცას ნიშნავს. ყოველი დღე იწყება კონსოლიდაციით, Asian range-ი. Midnight-ი შუაღამის შემდეგ ხდება манипуляცია. ეს არის ექსპანსია. ის მოდის Judas swing-ის ფორმით. რას აკეთებს ის? ის აკეთებს higher lows ლონდონის სესიაზე. ეს არის ლონდონის swing-ი reversal-ისთვის, რომელიც ხსნის სტოპებს. შემდეგ არის კიდევ ერთი ექსპანსია. ახლა შევხედოთ ნიუ-იორკის სესიას რა იქნება. კიდევ ერთი კონსოლიდაცია. ეს არის ნიუ-იორკის კონსოლიდაცია, რომელიც გადადის 8 საათიდან 9:30-მდე სიახლეებში, სადაც მოხდება liquidity injection ან reversal. შემდეგ იქნება კიდევ ერთი ექსპანსია და შემდეგ გადავდივართ ლონდონის დახურვაში, London close-ი, რაც კიდევ ერთი reversal-ის პირობაა და შემდეგ რა ხდება? ბაზარი გადადის კონსოლიდაციაში დღის დარჩენილ ნაწილის განმავლობაში. ასე რომ ჩვენ გვაქვს ამ საგნების ანახვისა და კონცეფციების დღის დროზე მორგებისა და გამეორებადი მახასიათებლის გამოყენების რაღაც გზა. მოდი დავუბრუნდეთ ბანკთაშორისი ფასის მიწოდების ალგორითმს. დღიური დიაპაზონის სტრუქტურა შეიძლება ჩაიშალოს და გამარტივდეს.
ის იწყება ფასის equilibrium-ის, ეს არის Asian range-ი. შემდეგ არის манипуляცია და ეს ყოველთვის მოხდება რომელიმე news-ის სიახლის, ან სიახლის გამოწვევი მიზეზის მეშვეობით, ან манипуляციის დროს, ან უშუალოდ მის წინ. ეს არის Judas swing-ი. შემდეგ ჩვენ დავინახავთ დიაპაზონის ექსპანსიას, range expansion, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა higher low დიაპაზონი დაიწყებს გაფართოებას. ის ჩამოვა დილის 5 საათამდე ნიუ-იორკის დროით, ან ავა ამ დროის ფანჯარაში. დღიური მიმართულებიდან გამომდინარე. ჩვენ გამოვიყენეთ პერსპექტივას, რომ ეს არის ყიდვის დღე, by day, რაც ნიშნავს, რომ აზიურ დიაპაზონს ჰქონდა მცირე კონსოლიდაცია და შემდეგ ნიუ-იორკის დროით midnight-ის შემდეგ არის ფასის ვარდნა. ეს არის манипуляცია, რომელიც აკეთებს სრულ მოძრაობას, სრულ lows. აქ ხდება დიაპაზონის გაფართოება, შემდეგ ის გადადის reversal-ში, ეს არის London Open-ის კლასიკური სცენარი, სადაც ფასი ვარდება, ასუფთავებს სტოპებს და მერე რა ხდება? ის ისევ ფართოვდება. ხდება დიაპაზონის კიდევ ერთი გაფართოება. დილის 5 საათამდე ნიუ-იორკის დროით. დილის 5-დან 8 საათამდე პერიოდში ბაზარი ისევ გადავა კონსოლიდაციაში. შემდეგ ექნება retracement-ი დილის 8-დან 9:30-მდე ნიუ-იორკის დროით. შემდეგ ექნება ან reversal-ი ნიუ-იორკის სესიაში, ან კიდევ ერთი ექსპანსიური სვლა. დიაპაზონი გაფართოვდება და გააკეთებს დღის დარჩენილ სვლას. ავა დილის 10-დან 11 საათამდე ნიუ-იორკის დროით, სადაც ისევ იქნება reversal-ი, ეს არის ლონდონის დახურვა. შემდეგ ბაზარი გადავა კონსოლიდაციაში და დაასრულებს რეალურ დღეს 19 საათზე Forex Ltd-ის პლატფორმით. თუ მიყვებით ამ ვიდეოებს, რომელსაც ამ თვეში ვაკეთებთ, ზუსტად გეცოდინებათ რაზე ვსაუბრობთ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ბანკთაშორისი ფასის მიწოდების ალგორითმი ყოველდღიურად ამ მოვლენების შესწავლის და შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათზე დაკვირვებით გვეცოდინება რა არის ყველაზე მოსალოდნელი. ახლა მოდით შევხედოთ ამათ ცოტა უფრო ბრმად. თუ ჩვენ უყურებთ ფასის მიწოდებას და ეს არის მოდელი ჩემი გაგებით ის თუ როგორ აწვდის ბანკი ფასს ყველას. თუ ჩვენ ფოკუსირებული ვართ ფასის მიწოდებაზე, უნდა გვესმოდეს რომ ყველაფერი იწყება კონსოლიდაციით. არაფერი არ ხდება კონსოლიდაციამდე. კონსოლიდაცია არის, როცა ბაზარი არის წყნარად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სწორედ მაშინ გროვდება ორდერები ბაზარზე, მარკეტ მეიკერები საშუალებას მისცემენ ორდერებს დაგროვდეს დიაპაზონის ზემოთ და ქვემოთ. შემდეგი ეტაპი ყოველთვის არის ექსპანსია. არ ხდება გადასვლა კონსოლიდაციიდან retracement-ზე. ის ვერ დაიხევს უკან თუ არსად არ წასულა. ის ვერ გადავა კონსოლიდაციიდან reversal-ზე, რადგან ის უნდა გამოვიდეს კონსოლიდაციიდან. ასე რომ, როდესაც ხედავთ კონსოლიდაციას ან holding patterns, უნდა იფიქროთ, რომ შემდეგი ეტაპი მარკეტზე ეს იქნება ფეთქებადი მოძრაობა ან იმპულსური სვლა. Impulse price swing-ი. თქვენ გჭირდებათ მომენტის ზანახვა თუ რა მიმართულებითაა იმ პირობებთან მიმართებაში, რომლებშიც თქვენ ვაჭრობთ. როდესაც ექსპანსიის ეტაპზე ვართ, მაშინ გვაქვს არჩევანი. მას შეუძლია გააკეთოს retracement-ი, დაბრუნდეს order block-თან, რომელიც ახლახან ზატოვა და შემდეგ მოახდინოს მისი რეკაპიტალიზაცია და მერე გააკეთოს კიდევ ერთი სვლა მაღლა ან დაბლა იმ მიმართულების მიხედვით საითაც აიძრა. ან როგორც კი ექსპანსიაში შევა, მას შეუძლია გააკეთოს reversal-ი. როგორც კი reversal-ს გააკეთებს, იქნება კიდევ ერთი ექსპანსია. შემდეგ კი ისევ ბრუნდება კონსოლიდაციაში. თავარი რაც მინდა გაიგოთ, არის ის, რომ არასოდეს გადადის კონსოლიდაცია retracement-ზე. არასოდეს აკეთებს კონსოლიდაცია reversal-ს. ის ყოველთვის არის კონსოლიდაცია ექსპანსია და შემდეგ ექსპანსიიდან გადადის ან retracement-ზე ან reversal-ზე. ის არ აკეთებს კონსოლიდაცია ექსპანსია კონსოლიდაციას. არა, ეს არ ხდება. ის აკეთებს კონსოლიდაცია ექსპანსიას. შემდეგ ან retrace მორიგისვლისთვის order block-ში და მერე მის რეკაპიტალიზაციას და იმავე მიმართულების სვლას საითაც ექსპანსიისას წავიდა. ან გადადის ექსპანსიიდან reversal-ზე. როდესაც გაიგებთ ამ ალგორითმს, იმას თუ როგორ მოძრაობს და როგორ მუშაობს ის, ნახავთ რომ ის ძალიან ზოგადია. ძალიან სისტემატიურია, მას აქვს მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი სად წავიდეს და ისინი დროზე დამოკიდებულია, დღეზე დამოკიდებულია. ასე რომ, როდესაც ერთი ბაზარი ძალიან სწრაფად მოძრაობს, თუ გესმით ურთიერთკავშირები, როგორც ამას გასწავლეთ რამდენიმე თვის განმავლობაში, გეცოდინებათ სად ყალიბდება სავაჭროს ეტაპი, რადგან ერთი ბაზარი ნელია, მეორე კი გარბის, რაც მნიშვნელოვანია მის ოდნისთვის, თუ რას აკეთებს ევრო-ფუნტი, ევრო-დოლარი და ფუნტი-დოლარი ერთმანეთთან მიმართებაში. ყველაზე რთულ ხელსაწყო ერთმანეთში გაერთიანდება და გეცოდინებათ ზუსტად, როგორ ვაკეთებ ამას სიღრმისეულად და ამას ვაკეთებ უსწრაფესად. მე არ ვზომავ რაღაცებს და არ ვიწერ რაღაცებს. მე უბრალოდ ფაზზე შეხედვით ვიცი, რას უნდა ვხედავდე და თქვენ ამას
შეხედავთ. მე ხმამაღლა ვფიქრობ ვიდეოებში, როდესაც თქვენთან ერთად ვატარებ ლაივ სესიებს. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ გაიგოთ price delivery უკეთ. და როდესაც გაიგებთ ამ რაღაცებს, როცა მიხვალთ mentorship-ის მერვე და მეცხრე დონეზე, თქვენ იქნებით ძალიან ძლიერი იმაში, რომ იცოდეთ რა მოხდება შემდეგ მარკეტზე, რომელსაც უყურებთ. თქვენ გეცოდინებათ ეს 4 რამ უძლიერესად. არსებობს მხოლოდ გარკვეული პროცესები, რომლებიც უნდა მოხდეს გარკვეული თანმიმდევრობით. როგორც თქვი, ის არასოდეს გადადის კონსოლიდაცია რევერსალზე, არასოდეს აკეთებს კონსოლიდაცია retracements. ის გადადის კონსოლიდაციან ექსპანსიურ სვლაზე. არის იმპულსური სვლა, მაღლა ან დაბლა. ის ან დაიხევს უკან retrace, გააკეთებს იქით, საიდანაც ახლას ხანს მოვიდა, ან ავარდება იქით, საიდანაც ახლა ხანს ჩამოვარდა. კონსოლიდაცია იწყებს ყველაფერს. ისინი აპირებენ ექსპანსიას და როგორც კი ის მოახდენს ექსპანსიას, ის ან დაბრუნდება და გააკეთებს retracements და მოგცემთ კიდევ ერთ სვლას მაღლა ან დაბლა, ან გააკეთებს reversals და შემდეგ reversalიდან დაიწყეთ ანალიზი და დროს შეუსადაგეთ. ზოგადი სტრუქტურა: კონსოლიდაცია აზიაში, ექსპანსია, reversali ლონდონში, დღის highs and lows ვაკეთებთ, შემდეგ ექსპანსია. მცირე კონსოლიდაცია ნიუ-იორკში, retracement-ი დილის 8-დან 9:30-მდე ნიუ-იორკის დროით, კიდევ ერთი ექსპანსიური სვლა, reversali უკან კონსოლიდაციისკენ. აი აქ უკვე თქვენ გესმით price delivery. თქვენ მას არ ისწავლით მხოლოდ იმით, რაც ახლა ხან აგიხსენით, არამედ გამოიყენებთ ამას როგორც models, რომელიც მეორდება ყოველთვის. როდესაც გააქვთ მაღალი time frame-ის, high time frame მიმართულების ვარაუდი, bias, premise გაგებული და შემდეგ უყურებთ ამ ფასის მიწოდების ალგორითმს, ძალიან ადვილია იცოდეთ, რას გააკეთეს ფასი ყოველდღე. აგვისტოს ბოლო კვირიდან მოყოლებული ერთად ვარ და ყოველდღე გაძლევდით რაღაცას, რასაც ხვდებოდით ფიფსის ზუსტით და გქონდა ექსპანსიური მოძრაობა, სადაც შეგეძლოთ 50-60 პიპამდე პროფიტის მიღება. და მე არ ვაჭრობ ამდენს ყოველდღე, მაგრამ გაჩვენებთ ამას იმისთვის, რომ მოგიხსნათ გრძნობელობა შიშის და სიხარბის მიმართ. არ არის საჭირო ეს ყველაფერი. რასაც ჩვენ ვასწავლით, არის თანმიმდევრულობა ამ საგნების მუდმივად დანახვის უნარი და ასევე ნեղბისყოფის ვარჯიში ფულის შოუნის სურვილის არქონაზე. ასე რომ თქვენ თქრუნავთ ფულის შოვნის სურვილს, ავითარებთ მოთმინებას და სწავლობთ ძალიან ბევრს. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენ სწავლობთ მხოლოდ ამ პირველ 2 ვიდეოში, მაგრამ გეუბნებით, რამდენიმე თვის შემდეგ შეძლებთ უკან მოიხდოთ და თქვათ, ძმაო, ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი, რომელსაც აქამდე ვერ ვაფასებთ. არსებობს გარკვეული პროცესი იმისა, თუ როგორ ხდება price delivery და ის ვერ შეიცვლება, ის არ შეიცვლება და ნოგეშინიათ, იმიტომ რომ თქვენ ამას სწავლობთ. 700 ადამიანი არ აპირებს მთელი სამყაროს ამოყირავებას და ისინი არ შეწყვეტენ ამის კეთებას, ეს ასე არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ დასასრულს, აი ეგეთ ინფორმაცია, რომელსაც გაძლევთ, დამალეთ ის აწოლის ქვეშ. სასიყვარულო წერილში თქვენი შვილიშვილებისთვის, იმაზე თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს, მაგრამ ნუ გავუკეთებთ მას მარკეტინგს, ნუ გააკეთებთ ამას. არა იმიტომ რომ მე გაყიდვებს დავკარგავ, უბრალოდ ზედმეტად კარგია გასაზიარებლად და თქვენ ნახავთ, რატომ ვინახავდი ამას ასე დიდხანს და რატომ არ მინდოდა ამის გაკეთება. და იმედია, თქვენ აიღებთ ამ ინფორმაციას და გააკეთებთ მასთან ერთად რაღაც მართლა დიდებულს. და ეს ნიშნავს, რომ არ დაიწყებთ ვერ გვერდებზე მის გაყიდვას. მეტი არაფერი შემიძლია თქვა ამ ვიდეოზე, გარდა იმისა, რომ არსებობს პროცესი, რომელსაც ისწავლით, რომელიც არის ძალიან ზოგადი და ის არ გაფუჭდება, ვადა არ გაუვა. ის არ შეწყვეტ მუშაობას და როდესაც შეხედავთ მარკეტს თქვენ ჩარტებში, მინდა იფიქროთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომ time frames უყურებთ. მე უბრალოდ ვიყენებ დღიურ დიაპაზონს, რომ გაჩვენოთ, რამდენად ადვილია დაინახოთ განმეორებადი პატერნი ან ფორმატი. აი ასე მარტივად. ყოველდღე გეძლევა შესაძლებლობა ისწავლოთ და ნახოთ, როგორ მუშაობს ეს. იგივე ხდება ყოველკვირ დიაპაზონშიც. ყოველკვირი დიაპაზონი იგივეა. კვირას გახსნა არის კონსოლიდაცია. შემდეგ არის ექსპანსიური სვლა ორ შაბათს. შემდეგ არის reversali 3 შაბათს ან 2 შაბათს. და მერე კიდევ ერთი ექსპანსიური სვლა. შემდეგ ისევ ბრუნდება კონსოლიდაციაში, კვირის შუაში და შემდეგ ის აპირებს გააკეთოს რა? ის ან გააკეთებს reversals, ან გააკეთებს retracements. ის არასოდეს აკეთებს კონსოლიდაცია retracements, ის არასოდეს აკეთებს კონსოლიდაცია reversals. ეს არის კონსოლიდაცია, ექსპანსია და შემდეგ ექსპანსიიდან თქვენ აკეთებთ არჩევანს. ის ან დაიხევს უკან retrace, ან გააკეთებს reversals.
მერწმუნეთ ისე ჩანს თითქოს ჯერ კიდევ ბევრი არჩევანი გასაკეთებელი, მაგრამ ეს ასე არ არის. და როდესაც გაიგებთ, რას უყურებთ ფასის თვალსაზრისით, გაწოდინებათ, ეს მართლა რევერსალისკენ მიდის, თუ მართლა აპირებს რით რეის და მოგცემთ კვლავ ერთ შესაძლებლობას, რომ შეხვიდეთ იმ მორიგსვლაში მაღლა ან დაბლა, რომელიც დაინახეთ პირველ იმპულსურ მოძრაობაში. მერწმუნეთ, დაგჭირდებათ ამ ვიდეოსთან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მეორეა. თქვენ დაუბრუნდებით ამ ვიდეოს, როდესაც ჩვენ მოგცემთ მეტ დეტალს price delivery-ის შესახებ, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. მეოთხე და მეხუთე თვეს თქვენ კვლავ დაუბრუნდებით ამ ვიდეოს და დაინახავთ, ის იქ იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. ასე რომ მეგობრებო, გისურვებთ წარმატებებს და კარგ ვაჭრობას.